Sachetă mamisata da disne susets midisata gilocelt. Დღეს დღესასწაულს ტადრის დახშენებას მოწამეთა ივლიტარში და დისამისა ვირიკეს. ესაჩეთის მაგალითი ოჯახური აღზრდის რომ პერსკოლისა პატარაობიდანვე ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ეზიარებოდეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ეზიარებდეს ნიშნავს რომ იმეცებდეს კიდევაც და სიყვარულის გზნობა ჰქონდეს უფლის მიმართ და მისი მოწმული წმინდანების მიმართ და ღვთისმშობლის მიმართ და გასასვლელი ჟამს ისევ და ისევ უფალს მიმართოს შეწევნისა და მოწყალებისა და შეწევნისათვის მაგრამ არის შემთხვევებსაც სასწორდეს სიცოცხლე თუ უფლის ერთგულება. უფლის ერთგულება მარადიული ცხოვრება არის. და ამ დროებით ცხოვრების განშორება მნიშვნელოვანი ხოთ იმ შემთხვევაში თუ მარადვილოსეთ უფლისათვისიან ეწირებენ და არა სხვა რაღაც ამ სოფლის ღირებულებათა სისტემას. Ეტომ დღეს ადამიანის არ ამზადებენ მომოცხოვრებისათვის. ურწმუნოება გავრცელებული სოფლიოში და კიდევ გავრცელდება და ცდილობს რომ ჩვენ შორისაც შემოიჭრას და არის შემოსილი ნაწილობრივ რომ თუ რწმენა ღვთის არ იქნება, მაშინ არც ერთგულება და სიყვარული არ იქნება და არც თავდადება და არც ცხოვრება და გადარჩენა არ იქნება. და ეს ცხოვრება ძალებადი დროებით მოცემული გვაქვს ჩვენ, რათა შეიცნოთ უფალი, შევიყვაროთ იგი, სიტყვა მისი გავაცნობიეროთ, განვიცადოთ, აღვისოთ მისი ძალითა და მადლითა და განვნათლდეთ და განვიწმინდეთ და შემდეგ მარჯვენა ცხოვრებაში გადავიდეთ. აი მაგალითი ამისა რომ დედის წინ ჯერ ტარვალმა იფიქრა რომ დედა რომ გული გაუტეხოთ ჯერ ბავშვს მიხედავს და თუ დედა აღიარებს მე ბავშვს აღიარებს მაგრამ ბავშვი ამხნევდა დედას არა დედო უარი არ თხოვ და მე ქრისტიანი ვარ ბავშვი იძახდა და როდესაც პირველად ბავშვი ეწამა დაუწყო თბილი სიტყვის თქვა ტარვალმა მაგრამ როგორ თვალწინ ბავშვი მოუკალი და ეხლა რით იგი და მოხიბლო დედა თუკი როდესაც ეფერებოდი მაშინ არ გატყდა ეხლა რატომღა დაგითმობს სიკვდილი შეშინდება შვილი თვალწინ მოუკლეს და პირად სიკვდილზე რაღაც იფიქრებს ის და თუკი შვილი ესეთი ერთგულია უფლისა დედა მით უმეტეს ერთგული იქნება აი ეს ერთობა ოჯახური აღზრდის დედაშვილობა მამაშვილობა დღეს ამის გაუფასურება ხდება თურმე მამამ რო უსაყვედროს შვილს შვილ შეუძლია პოლიციაში დაარეკოს და მამამ ჩაგრავს დააკავეთ მამა ჩემი აი სადამდე მიდის უფალმა შექმნა ადამიანი და შექმნა ოჯახი დააკურთხა კურთხეულზე არის მეუღლეობა და მისგან შვილიერება აი ამ კურთხევის წინააღმდეგ მიდის დღევანდელი ღირებულთა სისტემა რო ოჯახი ევროპული ღირებულებები რა რომ არც მშობელს შესწირა გული შვილისა და არც შვილს მშობლისათვის არსებობს და განყენებული აბსტრაქტული სამართალი რომ ადამიანის მოგონილია და რა ღვთისაგან ღვთის ცნება არის პატივეს მამას და დედას რათა კეთი გეყოს შენ და დღეს იყო ქვეყანაზე და ესენი არა მამამ თუ რაღაცა გაკადა თუ დედამ უჩივლე ეგრევე ვის უნდა უჩივლა ურწმუნო ადამიანთან რომელსაც არა სარწმუნოებრივად მსჯელობს არა ქრისტეს მიერ განსჯის ისა უთავდა შილო მამა შენ და სასიკეთ გეუბნება თუ დედა ესე რატო
მან ცხოვრების გამოცდილება აქვს მას და უნდა რომ შენი კარგად ყოფნა და შენ ახლა რომ ცუღლუდობ ან სწავლა არ გინდა ან დედის თხოვნის შესრულება არ გინდა ანუ შენ უკვე ოჯახიდან განყენებული ხარ შენთვის ოჯახი და დედმამა აღარ არსებობს შენთვის არსებობს შენი პატივმოყვარება დიდების მოყვარება შენი სიამაყე შენი პირადი სურვილები და გონია რომ ეს არის ღირებულებათა სისტემა არა ეს არის დეგრადაცია ადამიანის ეს არის ღვთისგან დაშორების გზა და ამიტომაც ჩვენ ყოველდღე წინა სამებას როდესაც მიმართავთ ლოცვით ვამთავრებთ ლოცვა სიტყვით დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა ანუ მამაშვილობა ღვთისმადლით ერთობაში მყოფი ამას აკურთხებს ეკლესია აკურთხებს უფალი და ხნეთ იყავით და გაუძელით ამ ზეწოლას აგრესიული ურწმუნოებისა და დაიცავით თქვენი შვილები, ოჯახები, მშვიდობით და ერთობით, მოთმინებით, სიმდაბლით, ურთიერთპატიებით, შენდობით და ურთიერთსიყვარულით. მეთა დაგუცოთ, ჩვენთან არის ღმერთი.